მე ერთ რჩევას მოგცემთ, არ ვიცი რამდენად გაითვალისწინებთ. აუცილებლად გაუგზავნეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ეს ან პოსტით გაუგზავნეთ, ან თუ სახში ხდება ბალიშის ქვეშ დატოვეთ. მისალოცი ღია ბარათი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს იქნება ძალიან ღირსშესანიშნავი მოვლენა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება გაახსენდებათ. მე ძირითადად ბევრ რამეს ვაგროვებ, ესა აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშები, ნიღბები, ანტიკური და რომაული მონეტები, რარიტეტული წიგნები, მოკლედ ათასნაირი სიძველე, თუმცა ჩემი ღია ბარათების კოლექცია, ეხლა ხედავთ ეკრანზე, როგორი ღია ბარათების კოლექცია მაქვს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე დღეს ერთ განსაკუთრებულ თემაზე გესაუბროთ და ეს საახალწლო მოსალოცების, უფრო სწორად საახალწლო ღია ბარათების თემა. ცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს ჩინელები ჯერ კიდევ 1000 წლის წინ იყენებდნენ. მე-18 საუკუნის შუა წლებში კი პარიზში გამოჩნდა აი ასეთი, ეხლა ეკრანზე დაინახავთ პირველ სლაიდს. აი ასეთი სავიზიტო ბარათები, რომლებიც შობის ან აღდგომის წინა დღეს ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატამდე. ასეთი სახით სავიზიტო ბარათის პატრონები პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ მეგობრებს. ხოლო უშუალოდ ღია ბარათების სამშობლოდ ინგლისი ითვლება. სწორედ დიდი ბრიტანეთიდან იღებს სათავეს საშობაო ღია ბარათების გაგზავნის ტრადიცია. იდეა პირველად 1853 წელს ბრიტანელ სახელმწიფო მოხელეს სერ ჰენრი კოულს გაუჩნდა, მან თავის მეგობარ მხატვარ ჯონ ჰორსლის მიმართა და პირველი კომერციული საშობაო მისალოცი ბარათის მაკეტიც შეიქმნა. ის უკვე დაინახეთ ეკრანზე, აი ჩვენს ეკრანზეც მოჩანს. ეს უნიკალური რარიტეტია, სამწუხაროდ ის მე საკუთარ კოლექციაში ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ვასიკომ მთელი მსოფლიო მოიარა და იმედი მაქვს სადმე მიპოვის ასეთ ბარათს ჩემი კოლექციისათვის. ამ ბარათზე გამოსახული იყო ოჯახი საზეიმო ვახშმის დროს. სულ 2050 ტირაჟით დაიბეჭდა საშობაო ღია ბარათი და ლონდონის მაღაზიების დახლებზე ის სულ რაღაც 1 შილინგად იყიდებოდა. მალე მთელს ევროპაში სხვადასხვა ნახატით თუ ფოტოთი დამშვენებული ათასობით მისალოცი ბარათი დაიბეჭდა. ერთ-ერთი პირველი ღია ბარათები, უფრო სწორად სადარბაზო ბარათები, საქართველოში ვის თუ არა დადიანებს გააჩნდათ. დადიანების სასახლეში დაცულია არაერთი უნიკალური რარიტეტი. ქართველ მეცნიერთაგან პირველმა ეს საკითხი დადიანების სასახლის დირექტორმა, ახალგაზრდა მკვლევარმა დავით ოყუჯავამ შეისწავლა. მისი შრომებიდან ვგებულობთ, რომ დადიანების კოლექციაში ინახება მაგალითად აი ახლა დაინახავთ მას ეკრანზე ვინძორის სასახლიდან გამოგზავნილი სადარბაზო ბარათი. ის 1874 წლით თარიღდება, გაფორმებულია ძალიან მდიდრულად, ოქროს მელანია გამოყენებული და აქ აღნიშნულია ის მუსიკალური ნომრები, რომლებსაც სამეგრელოს უფლისწული ნიკოლოზ დადიანი ვინძორის სასახლეში მოусმენდა. აი კიდევ ერთი ბარათი დადიანების კოლექციიდან, ახლა გამოჩნდება ეს ეკრანზე, დააკვირდით, ის სულ ოქროს მაქვანებითაა გაფორმებული. ამ შემთხვევაში ნიკოლოზ დადიანს, როგორც რუსეთის იმპერატორის ამალის წევრს, ინგლისის მეფე ლონდონში საგანგებო მიღებაზე ეპატიჟებოდა. დადიანების კოლექციის მარგალიტი, აი ეს ღია ბარათი, მოდით ვნახოთ შემდეგი, მე ის ძალიან მომწონს, ის შექმნილია 1871 წლის 11 სექტემბერს სამეგრელოს სამთავრო ოჯახის წევრებისათვის, გაფორმებულია დიდი მიხაიზიჩის ნახატებით და წარმოადგენს მიპატიჟებას მენიუს თანხლებით. ღია ბარათები მე-19 საუკუნის შუა წლებიდან საქართველოში სულ უფრო მეტად იმკვიდრებდა ადგილს და სულ უფრო ხშირად აფორმებდნენ ქართული თემებით. ამის დასტურია შემდეგი ღია ბარათი, რომელიც ამასთანავე ესეც ძალიან მომწონს. რა საოცარი სილამაზის ბარათია, გიორგი. ისიც დადიანების სასახლეში ინახება და ხედავთ როგორაა გაფორმებული. აქეთ დგას ქართველი მამაკაცი ტრადიციულ ფორმაში, ქართველი ქალი ჭიხტი კოპში, ქვემოთ თბილისის ხედია და ხედავთ ბანზე ქალები ცეკვავენ, მოკლედ ძალიან ლამაზად არის გაფორმებული. მუსიკალურ გემოვნებასაც შესანიშნავი გემოვნებებით არის მუსიკა, ვერდი უნდა მოესმინათ, შტრაუსი და ასე შემდეგ. და თან დააკვირდი საახალწლოა. უსმენდნენ ვაგნერიც არის. კი, და საახალწლო, აი 17-29 იანვარი, ანუ საახალწლო ზეიმი იწვიან გუგუნებს მაშინ. ანუ ნახე, ხო ჩვენთან ესეთი ტრადიცია, რომ ბარბარობა როცა არის, შემდეგ იწყება აი ბევრ ოჯახში საახალწლო ნაძვის გამეხომე ბარბარობას. ეტყობა სწორედ ეს ტრადიცია აი ძველი დროიდან იღებს სათავეს 17. კი, ეხლა შენ ნაძვის ხის ამბავს სულ მალე მოგასმენია. რომელ წელს გამოჩნდა ზუსტად საახალწლო ღია ბარათები საქართველოში, ძნელი სათქმელია. თუმცა ის რომ ძალიან პოპულარული იყო, ამაზე მეტყველებს ბარათების მრავალსახეობა. აი არსებობდა აი ასეთი საზღვარგარეთული ფერადი ღია ბარათები, რომელზეც ლამაზი ტექსტი იყო ამოტვიფრული თუ დატანილი. ბარათებზე, რომლებიც
რომლებიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ ადრესატის სახელი ეწერა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისაგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს. სახალხო ღია ბარათებზე ხშირად გამოსახავდნენ ზამთრის პეიზაჟებს, აი რამდენიმე მაგალითი შეგიძლიათ ეკრანზე ნახოთ, ეს იყო ძალიან ლამაზი ტრადიცია, ბარათები გაფორმებული იყო თოვლში მოთამაშე ბავშვებითა და მშობლებით, გამოსახავდნენ შეყვარებულ წყვილებსაც, აი მაგალითად აი ასე, ნახეთ, შეყვარებული წყვილი როგორ ზის სკამზე და თან თოვლია, თუ წყვილი დაოჯახებული იყო, მზადდებოდა ღია ბარათი დაინახავთ მას ეკრანზე უკვე თავად ოჯახის გამოსახულებით და მათი პირმშო, რომელსაც ხედავთ 1 იანვარი უკავია ხელში. არ იჩაგრებოდა ჩემო ვასიკო, მაგალითად ჩემნაირი ეული ადამიანები, მას მომავალ წელს აუცილებლად დაქორწინებას უსურვებდნენ, ამ ხრივ საინტერესო ღია ბარათს გაჩვენებ. ისურვოთ გიორგი მე-11 სლაიდი ვნახოთ, ეს ბარათი ნახეთ რა საინტერესოა. ეს გაგზავნილია უცოლო კაცთან და ნახეთ წარწერა ვიქტორ ეს ქალი შენ მაინც წაართვი დათიკომ ვერ წაართვა. მოკლედ ვიღაცას საახალწლოდ აი უსურვებენ და ძალიან თავშესაქცევია. კიდევ ერთი ბარათი რომელსაც უგზავნიდნენ ეულად დარჩენილ ადამიანს და უსურვებდნენ რომ ქალბატონების აი ასეთი დიდი არჩევანი ჰქონოდა. ესე იგი თითზე ჩამოსათვლელი ყოლოდა, უბრალოდ თითზე და ხელზე დახვეული ყოლოდა მრავალი ქალბატონი. რადგან ეული ვახსოვე, უბრალოდ დაუქორწინებელი მამაკაცები, მინდა კიდევ ერთი ღია ბარათი გაჩვენოთ ჩემი კოლექციიდან. აი ნახე, ეს არის ღია ბარათი, რომელსაც აი კიდევ ერთხელ განმეორდება და მიხვდები თავიდან რომ შეხედავ თითქოს არაფერი აი ნახე მაგრამ როგორც კი სანთლის შუქზე გამჭვირვალე არის განათებ დაინახავ ქალბატონს რომელიც ფანჯარაში იპრანჭება და აქედან კიდე მამაკაცი უყურებს უკვე ასაკოვანია თავზე თმა აღარ შერჩენია მაგრამ ცოტაც გარყვნილი შეიძლება ასე ითქვას მაგრამ აი ესეთი საინტერესო ღია ბარათები მზარდებოდა მე ძალიან მომწონს და მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ბარათი მოდით შემდეგი სლაიდი ვნახოთ. ესეთ შეყვარებულებისათვის არის შეყვარებული წყვილი ასახულია და კოცნის სცენა ხედავთ როგორ ოსტატორათაა დაფარული ქუდით. დადიანების ღია ბარათების კოლექციაში ხედავთ ძალიან საინტერესო სადარბაზო ბარათებს, მისალოც ბარათებს, რომელიც წარმოადგენს თავისებურ მენიუს, სადაც მიწვეული სტუმარი დარბაზობის განრიგის გარდა საზეიმო სუფრის შინაარსაც გებულობს. კუსსუპი წერია? მაგრამ აქ რაღაცა 14 მაისიო მე. ხო, მაგრამ ეს არის სადარბაზო ბარათი. და სახალწოდ არაერთი იგზავნებოდა, სადაც მენიუც იყო ჩამოწერილი. როგორი იყო სახალწო სუფრა მე-19 საუკუნის თბილისში? მოდით ახლა კადრები ვნახოთ. ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზები ახალ წელთან დაკავშირებით საგანგებოდ მოირთო ექსპოზიციაში ჩვენმა მუზეუმელებმა სუფრის უნიკალური ჭურჭელი გამოიტანეს. ისინი დაახლოებით ისეა გამოფენილი, როგორც ეს საახალწოდ ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა. ხედავთ, სუფრა ევროპულია, თუმცა ეს მხოლოდ დიდ სასახლებსა და რეზიდენციებში ხდებოდა. ძირითადი მოსახლეობა კი, რა თქმა უნდა, ქართული საახალწლო ტრადიციების მიხედვით ეგებებოდა ზემს. აი ისე როგორც შენ თქვი, რა თქმა უნდა, იგზავნებოდა ნუგბარი, ამასთანავე გამოყავდა ჩინაური ცხოველი და ასე შემდეგ. ფაიფური ჭარბობს, როგორც ხედავ ახლა. კი, მაგრამ აი ძველ სასახლეებში უკვე და არისტოკრატიულ ოჯახებში ევროპული ტრადიციით ხდებოდნენ. მოდით ერთად მოვუსმინოთ ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს, რომლებიც მოგვიყვებიან სწორედ სასახლეებსა და არისტოკრატულ ოჯახებში გაშლილ საახალწლო სუფრებზე და გვაჩვენებენ ძალიან საინტერესო ჭურჭლის ნიმუშებს, რომელიც საგანგებოდ საახალწლოდ მზადდებოდა. მოდით ერთად ვნახოთ. ნახოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენს მუდმივ ექსპოზიციაში სპეციალურად ჩავრთეთ საახალწლო ჭურჭელი იმისთვის, რომ შეგვექმნა გარემო სასახლეში და შეგვექმნა განწყობა, როგორ ჭურჭელს გამოიყენებდნენ დიდგვაროვანი ადამიანები საქართველოში. აი ამ სუფრაზე არის წარმოდგენილი ნიკო დადიანის სახელობითი ჭურჭელი, მათი საზაფხულო რეზიდენციიდან, გორდის სასახლიდან. შემიძლია ახლოს გაჩვენოთ. აი ეს ჭიქა. ჭურჭელზე არის გვირგვინი გამოსახული და ინიციალები ნმ ნიკო მინგრელსკი, ასევე არის მინიშნება, რომ ეს არის გორდის სასახლისთვის, მათი საზაფხულო რეზიდენციისთვის დამზადებული. აქვე არის წარმოდგენილი
დავით სარაჯიშვილის ჭურჭელი და მასაც აქვს ინიციალები SD ქართული ასოებით და ასევე გვხვდება მარიამ ერისთავის ჭურჭელი. აი ესეც გახლავთ ინიციალებით, აქ არის წარმოდგენილი 6 ჭიქა და კიდევ ერთი სასმლის ჭურჭელი. თქვენ იცით რომ ჩვენი მუზეუმი არის გამორჩეული იმით რომ ეს შენობა არ აშენებულა თავითვე მუზეუმისთვის, არამედ ეს იყო საცხოვრებელი სახლი, ერთგვარი მდიდრული სასახლე მე-19 საუკუნის თბილისში და ჩვენ გვინდოდა ამ სახალწლოდ ჩვენს ექსპოზიციაში შეგვეტანა ცვლილებები და ეს დიდრული ჭურჭელი, ანტიკვარული ჭურჭელი, რაც ჩვენ საცავში ინახება, დამთვალიერებლისთვისაც ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი. სახალწლოს უფრო რასაკვირველია დიდრული ჭურჭლით იყო გაფორმებული. ეს ჭურჭელი რასაკვირველია მზადდებოდა სხვადასხვა საიმპერატორო ქარხნებში, მათ ჰქონდათ საგვარეულო ნიშნები. გამორჩეული არის იმითაც, რომ ყველა ფერს თავის დავტვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა სერვირებას, მაგალითად აი ეს თეფში გამოიყენებოდა ზღვის პროდუქტების მისართმევად, აი ნიჟარის ფორმა აქვს, ხედავთ თქვენ. გაჩვენებთ კიდევ ერთ თეფს, ძირითადი აქცენტი არის მცენარეული დეკორი და აი ეს საგვარეულო ნიშანი, რომელიც მასზე არის დატანილი და აუცილებლად მინდა გაჩვენოთ ფაიფურის დაფა, რომელზეც იწერებოდა მენიუ. აი ხედავთ როგორი გემრიელი მენიუ არის ჩამოწერილი ამაზე ამირად. რაღაცა საოცრება იყო ინდოური ჩაწყობილი რაშიო რა ეწყერა. ხო მიხვდით რომ ხელოვნების სასახლეში უნდა მოხვიდეთ და დაათვალიეროთ ეს. აუცილებლად თუ მაგინ ჩადებულ ინდოურსაც დაგვახვედრებ გაცილებით უკეთესი იქნება. და სასახლეში მობრძანდით რომ უშუალოდ ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუშები გაჩვენოთ. გავაგრძელოთ საახალწლო ღიაბარათების თემა. მე თქვენ გაჩვენებთ საქართველოში ერთ-ერთ პირველ საახალწლო ღიაბარათს ის მარკის მიხედვით ახლა გამოჩნდება ეკრანზე 1906 წლის 31 დეკემბერს გორიდან ქუთაისშია გაგზავნილი. აი ვასიკო დააკვირდი 31/12/06 და ნახე გასპაძინო რობაქიძე, ბატონ რობაქიძეს ქალაქ გორიდან და იგზავნება ქუთაისში არც მეტი არც ნაკლები ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ახლა მოდით ნახოთ ბარათის წინა მხარე, აქ ალეგორიულად ვარდისფერ მოსასხამსა და ვარსკვლავიან გვირგვინში გამოსახული ლამაზი ქალბატონი, იგივე ახალი წელია გამოსახული, აქვეა ტექსტი, მოდით ერთად წავიკითხოთ, როგორ ულოცავდნენ ახალწელს ერთმანეთს 118 წლის წინ. მაშასე პატივცემულო სერგო და ტასო პირველად მოგიკითხამთ დიდი სიყვარულით და მოგილოცავთ ახალ წელიწადს. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. მე ამჟამად გორში გახლავართ. მამა თქვენმაც დიდი სიყვარულით მოგიკითხათ და ახალი წელიწადი მოგილოცათ. მომიკითხეთ დედა თქვენი და მიულოცეთ ახალი წელიწადი ჩემს მაგივრად. აგრეთვე მოვიკითხავთ შინაურობას თქვენი მორჩილი კონსტანტინე გოგინაშვილი. ღმერთმა აცხონოს ეს კაცი და რა ლამაზად ულოცავს, ხო, როგორ ჩვეულებრივი ლამაზი ქართული ენით. თუ დააკვირდით, აქამდე ჯერ არც ერთ ღიაბარათზე მე ნაძვისხე არ მიჩვენებია. ეკომ კი ნაძვისხეზე ისაუბრა. რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის დროს მე საშუალება ჰქონდა შემესწავლა კუპერების არქივი, ახლა გამოჩნდებიან კუპერები ეკრანზე, მათზე ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ისინი იყვნენ ინგლისელები და ცხოვრობდნენ სოხუმში. და სწორედ კუპერების არქივში აღმოვაჩინე უნიკალური ფოტო, რომელზეც პირველი ნაძვისხე საქართველოში უნდა იყოს ასახული. აი ეს არის ეს ნაძვისხე. მოდით ახლა ამ ფოტოს კარგად დავაკვირდეთ. პირველი ნაძვისხე საქართველოში დოკუმენტირებული, ყოველ შემთხვევაში ასე ვიცით, ან შეიძლება ითქვას პირველი ჩვენთვის ცნობილი ნაძვისხე 1900 წელს უნდა დაედგათ სოხუმში, არც მეტი, არც ნაკლები. ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ფოტო სწორედ ასე თარიღდება. აქამდე ყველაზე ძველი ქართული ნაძვისხის ფოტო ითვლებოდა 1913 წელს თბილისში გადაღებული და ეროვნულ არქივში დაცული რარიტეტი, თუმცა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა უფრო ძველი. საინტერესოა ისიც, რომ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ ირთვებოდა მაშინ ნაძვისხე. სხვადასხვა ქვეყნის დროშებია. იახ, ძირითადად ამისათვის სხვადასხვა ქვეყნის დროშები გამოიყენებოდა. მე სპეციალურად ვქენი, იმიტომ რომ აი ეს ვაჟბატონი რო დამოგზაურობს, რომელ ქვეყანაშიც იმოგზაურე, ყველა დროშა შეაგროვე და ნაძვისხის ქვეშ შეგიძლია, ან ნაძვისხეზე შეგიძლია გამოფენო. მოკლედ, დაახლოებით ამ პერიოდიდანვე საქართველოში ღია ბარათებზე
ნაძვის ხის გამოსახულებებით ჩდება. აი ახლა გამოჩნდება ეს სლაიდები. ნაძვის ხებს ხატავდნენ ხან თოვლის ბაბუასთან, ხან ანგელოსთან, ხან კი ბავშვებთან ერთად და ეს იყო ძალიან ლამაზად გაფორმებული. აი შეხედეთ, გრინჩს ვერ დავარქვე, მაგრამ ვიღაცა კაცს სახში ნაძვის ხე მიაქვს. თუმცა გიორგი, მაინც ნაძვის ხის ტრადიცია არ არის ქართული ტრადიცია. არა, რა თქმა უნდა, ის ევროპიდან. ჩიჩილაკი არის. კი, ის ევროპიდან. ეთყობა თვითონ ადამიანებსაც ფოტოზე ეთყობოდნენ, რომ აი ქართულიერსახე არ ქონდათ. კი, მაგრამ აი უკვე ქართულ ღია ბარათებზე ნაძვის ხე ჩდება ევროპიდან. ახლა უნდა გადავიდეთ ძალიან საინტერესო ტრადიციაზე. საბჭოთა პერიოდში ტრადიცია გაგრძელდა, თუმცა მე ვიტყოდი ის უფრო თავშესაქცევი ან კიდევ უფრო ეგზოტიკური გახდა. მოკლედ, საახალწლო ბარათზე ცნობილი ადამიანები საკუთარ თავს გამოსახავდნენ კეთდებოდა ერთგვარი ფოტოკოლაჟი. აი მაგალითად, დაახლოებით 1940-იანი წლების საახალწლო ბარათზე ასახულია, მოდით ახლა ვნახოთ ეკრანზე 21 სლაიდი, ვლადიმერ მარღანია. ხელში ნახეთ ჭიქა უკავია, ის იყო თბილისის დინამოს ერთ-ერთი პირველი თაობის მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ის 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ამავე სახის მეორე ბარათი მინდა გაჩვენოთ, აბა შევხედოთ 22 სლაიდს. აი შეხედეთ მასზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხია გამოსახული და აქაც თოვლის ბაბუას ხედავთ 12-საც და საკუთარ თავს გამოხატავდნენ და ამით რაღაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ და სამახსოვროთაც რჩება ესეც რა თქმა უნდა დაუვიწყარ მოგონებას კი და პირველ ბარათზე თუ დაინახეთ ხელში ჭიქა ეკავა მარხანიას საქართველოში ახალ წელს ვის სადღეგრძელოს სვამდნენ და პირველად საახალწლო სუფრაზე რა იყო ეს სადღეგრძელო როგორ გამოიყურებოდა იმდროინდელი ნაძვის ხე ან იმდროინდელი თოვლის ბაბუა მოდით ამასთან დაკავშირებით 1952 წლის უნიკალური ქრონიკა ვნახოთ ცოტა გაგეღიმებათ ცოტა გაბრაზდებით კიდევაც მაგრამ ძალიან საინტერესოა ახოთ ახალ წელს ბელა ოჯახში პირველი ჭიქით დღეგრძელობა უსურვეს ბედნიერი ცხოვრების შემომქმედს ხალხთა მამასა და მასწავლებელს დიდს დალიბს მოგილოცავთ ახალ წელს ხარობდეთ ფეხის შემოდგი გილოცავთ ხორჩათღვენითა დაიზარდენით ისწავლეთ და დროატარეთ ლხენითა გაჩირაღდნენ ნაძვის ხეებიც პიონერთა სასახლეშიც გაჩაღდა ტრადიციული საახალწლო სეიმი საყვარლები არიან ხო? გაგახსენდათ ახალი წელი? მე გამახსენდა აი ზეიმები ახლა რაც ვნახეთ ჩვენ ბავშვობაში პატარები რომ ვიყავით მაშინ ხო არ იყიდებოდა არაფერი ასეთი მორთულობები და გვიკეთებდნენ გვირგვინებს ფიფქის თოვლის ყინულის დედოფლის სახლში დედაჩემი ესე ჭრიდა შემდეგ აწებებდა ზევიდან მძივებს ამტრევდნენ სათამაშოებს ნაძვის სხვადასხვა მაქმანებს და აი ეს გვთავდნენ მე გიორგი რა მინდოდა მეთქვა ისე რომ აი რამდენად როგორ განსხვავდებოდა ის ძველი როგორი ესთეტური იყო ის ბარათები რომელიც არის და მე ჩამოვედით იქამდე რომ რაღაც გამოჭრილი ფიფქები მიწეპებული და ბამბა მაღაზიის ვიტრინებზე ეს იყო რაღაც საშინელება და ამაზე მაგრამ ეხლა თანამედროვეობაში ეს ღია ბარათების ტრადიცია კვლავ დაბრუნდა მე არ მესაშინლება ეს ბამბა იმიტომ რომ მიუხედავად აი ესეთი ცოტა რთული პერიოდისა მაინც ადამიანებს ქონათ ხალისი წამგე მთელი დღები და შუშებზე აწებებდნენ ბამბას აწებებდა ბამბებს და ეხა უნდა რომ ეტყობა არა მე პატარა ვიყავი მაშინ ბამბების დაწებებისთვის მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო მოკლედ ეხლა მინდა გაჩვენო როგორია დღევანდელ დღეს ტრადიცია ბარათებისა გამოჩნდება ეხლა ვიდეო კადრები მოდით ხო ჩვენ საერთოდ რომ გაჩვენოს ეს ვიდეო კადრები და ნახე მისალოცები დღესაც ძალიან საინტერესოა აი მაგალითად ეგრეთ წოდებული 3D თუ 4D შეიძლება ითქვას ესენი იჭრება და შეგიძლია ასეთი ღია ბარათები გაუგზავნო აი საახალწლო ღია ბარათები რომელიც შეგიძლია აი მე ეკოს აუცილებლად
აუცილებლად გაუგზავნი მომავალ წელს, დავწერ რაღაცას და შემდეგ უკვე შეუძლია ნაძვის ხეზე დაკიდოს. ეს ნახე როგორი სასაცილოა. ამაზე გამეცინა რო დავინახები როგორი სასაცილოა, ეს არის მაგალითად შეყვარებული წყვილებისათვის და ძალიან ლამაზ და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე რომ, ჩემო ძვირფასო ეკო, ჩემო ძვირფასო ვასიკო, ჩემგან თქვენ რა გესწავლებათ, მით უმეტეს კაც მთელი მსოფლიო მოგივლია და მთელი მსოფლიო მოდის ისტორია იცი, ჩემო ეკო, მაგრამ მე გისურვებთ და გირჩევთ უпростоრად, რომ აუცილებლად გააჩინეთ ეს ტრადიცია, ღია ბარათები გაუგზავნეთ ერთ ძალიან კარგი იდეა. თქვენი ოჯახის წევრებს და ის არასოდეს არ დაავიწყდებათ, იმიტომ რომ 5-6 წლის შემდეგ ეს იქნება ისეთი კარგი მოგონება, რომ არასოდეს არ დაგავიწყდება. მე სიამოვნებით აღვადგენდი ასეთ ტრადიციას, თუ იქნებოდა აი ესეთი ესთეტიკით დატვირთული, აი სულ დასაწყისში რომ ვნახეთ, მე ვიზრუნებ მაგას, რომ იმდენად ლამაზი არის, რომ აი გინდა რომ გქონდეს და კეთილი სურვილები თვითონაც მოედინება რაღაცნაირად, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწერო და მიულოცო. კი, ნამდვილად არაჩვეულებრივი ტრადიცია და ზოგადად ბარათები, წერილების ხელიწერა და გაგზავნა, გამოგზავნის მე ეხლაც მომხრე ვარ. ახლა